გავაგრძელოთ ასტროლოგიაზე. მეორე ჯერზე დავიწყოთ, იმიტომ რომ ლოსამ შეგვიშალა ხელი და იმედია ახლა არ შეგვიშლის. ედო რა შვები. რა ვიგე? შეეშვები. მოყავი შენს პროგრამაზე Find Your Way. Find Your Way არის ძალიან საინტერესო პროგრამა, ანუ რომელიც არის კომბინაცია ასტროფსიქოლოგიის და ასევე ჰიპნო კოუჩინგ თერაპიის. ანუ ზოგადად რასაც მოიაზრებს ეგ ტექნიკა არის შემდეგი, რომ ვაანალიზებთ შენი დაბადების რუკას, ასტროლოგიურ მონაცემებს რუკაში, მაგალითად ვუყურებთ, ანუ მზე რომელ ნიშანში არის, მთვარე რომელ ნიშანშია, ასცენდენტი სად ყავს, იმ მიზნებიდან გამომდინარე რა მიზნებითაც, ანუ და მიზნი ჩვენ მოდიხარ. და რა მიზნით მოდიხარ ძირთად მაინც? თავის თავს ეძებს ხო ადამიანი? ადამიანი ეძებს თავის თავს, ვიღაცას უნდა რომ მეტად წარმატებული იყოს, თავისი პოტენციალი სწორედ გამოიყენოს და ზუსტად რომ ანუ ეს პროგრამაც მაგაზეა გათვლილი, რომ დაგიხმაროს იპო შენი ჭეშმარიტი მე. ხდება სრული ანალიზი შენი natal chart-ის. ანუ რას მოიაზრებს სრული ანალიზი, უფრო ადამიანურ ენაზე რო ვისაუბროთ, არის 10 პლანეტა, რომელიც გადანაწილებული არის სხვადასხვა ნიშნებში. დაბადებისას, მაგიტომ აუცილებელია რომ ვიცოდეთ შენი დაბადების ზუსტი დრო, თუმცა არც ეგ არის პრობლემა, თუ მაგალითად შენი დაბადების ზუსტი დრო არ ვიცით, შეგვიძლია რექტიფიკაცია გავაკეთოთ, ანუ მაშინ ჭირდება მინიმუმ 3 მნიშვნელოვანი მოვლენა შენ ცხოვრებაში, 2 მნიშვნელოვანი მოვლენას ასტროლოგიაში ეძახით, ვთქვათ, ოჯახის შექმნა, შვილის დაბადება, ბოდიშილოს ახლო ნათესავების გარდაცვალება და ასე შემდეგ. ხო, ну, ანუ ძაღლიც, ანუ ძაღლსაც სხვადასხვა ცხოველებსაც აქვს თავისი ის რა ქვია, ვერძია. ასტროლოგიური რუკები, ხოლოსა ვერძია მოუსვენარია, სანამ ენერგიას არ დახარჯავს, ანუ შესაბამისად სულ ირბენს აქეთ-იქეთ და ანუ თან ახლა ცდილობს რომ ყურადღება მივაქციოთ, ანუ ვერძავს თუ დაიგნორებ, ამ ძალიან არ მოეწონება და პირიქით ანუ გააკეთებს რაღაცებს ჯინაზე. ბევრი ითამაშა და მეგონი კარგად. ხო, რაც ეხება თვითონ ამ პროგრამას Find Your Way, საკმაოდ საინტერესო სინთეზი არის ასტროფსიქოლოგიის და მათ შორის, ანუ ზოგადად ფსიქოლოგიის, პირველ ნაწილზე რო ვილაპარაკოთ, რაც ასტროლოგიას ეხება და ანალიზს რუკის, ანუ მაგ ნაწილში ვუყურებთ, როგორც გითხარი, 10 პლანეტას გადანაწილებულს ნიშნებში, პლუს სახლებს, რომელ სახლებში არის პლანეტები და რა ასპექტებს ქმნის ერთმანეთთან. ამისთვის აღჭირდება, რომ ვიცოდეთ შენი დაბადების თარიღი, ვიცოდეთ ზუსტი დაბადების დრო და ქალაქი. რომ ანუ გეოგრაფიულად ეგ ყველაფერი მე ავაწყებ. და მე რაზე გავლენები იყო პლანეტების. ასეუბნებ. ამის ანუ ნახე თვითონ რაც ეხება კონკრეტულად Find Your Ways, უფრო არის ორიენტირებული შენს სოციალურ რეალიზებაზე. ანუ შენს რაღაც მიღწევებზე, როგორც ვთქვა, სამსახურში, ასევე კარიერაში ან ბიზნესში და შემდეგ. თუმცა არაერთი საინტერესო პროგრამა იქნება ესეთ კომბინაციით და სამომავლოდ ანუ კიდევ ვაპირებს სხვა საავტორო პროგრამების შექმნას, რომელიც შესაძლოა იყოს ორიენტირებული მაგალითად შენ ემოციურ მდგომარეობაზე, ხო? როგორ მართოს სწორედ შენი ემოციები, ძალიან ხო, მაგრამ ანუ ვიღაცისთვის შეიძლება ეგ იშვი იყოს რა. არა, იმას ვიძახი, რომ საერთოდ შეუძლებელია ჩემი აზრით. ემოციების მართვა? ანუ ემოციების მართვა შეუძლებელი არ არის, ანუ ნახე, შენ შეგიძლია ის ემოცია, ანუ რომელიც იცი უკვე და არაერთხელ მოდის შენთან და არა ადეკვატურს ხდის რიგ შემთხვევებში, ხო? ანუ ის ისე მართო, რომ მეორეჯერ რო დაგემართება ეგ, უკვე იცი როგორ უნდა მოიქცე. ან რა რეაგირება მოახდინო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ის ემოციაც ხო, ანუ ქვეცნობიერებიდან მოდის და ჩვენ ანუ ვცდილობთ რომ ის შენი ქვეცნობიერი ემოციები, ოღონდ ეგ უკვე ჰიპნო კოუჩინგის ტექნიკა არის, რომ ვაქციოთ ცნობიერად. ხო, მაგრამ ეგ სხვა არის, ცნობიერად თუ კი რა თქმა უნდა აღიქო და მაშინ არ გაბრაზდები, მაგრამ მე ესე გეტყვი, ნახე, არის გააზრებული და გაუაზრებელი ემოციები რა და ხშირად ადამიანები ხდებიან თავიანთი თავის ასე ვთქვათ, მსხვერპლნი ამ საკუთარი ემოციების, როდესაც ანუ ერთ და იგივე ემოცია მოდის, ადამიანი ვერ იაზრებს ამ ემოციას და შესაბამისად ის საქციელებიც გაუაზრებელია, იმიტომ რომ ანუ უმეტესი საქციელი არაორდინალური ადამიანის გამომდინარეობს ემოციიდან, ხო? იმიტომ რომ არ არის ცნობიერი და რასაც გასწავლის ჰიპნო კოუჩინგის ტექნიკა, ზოგადად ანუ რაზეც მუშაობთ ჰიპნო კოუჩინგის დრო,
დროს არის ის, რომ ყველა შენი აზრი და ემოცია რაც არის არაცნობიერი, გავხდეთ ცნობიერი, ანუ გახდე ბევრად გაცილებით დახვეწილი. ხო, მაგრამ მე რას ვუძახი, შენ თუ ამბობ რომ მეორე ჯერზე რო აღარ დათრიგერდე რაღაცაზე თქვა და ისე არ წარმოიშვეს რაღაცა ცუდი ლუფი. თუ არ ნახე დათრიგერები შეიძლება დათრიგერდე, ანუ ხო, მითხარ. თუ დათრიგერდი და ემოცია უკვე წარმოიშვა. ის ემოცია უნდა განიცადო, ხო? კი, განიცადო, ანუ ნახე, ის ჰიპნოკოუჩინგი იმას კი არ გეუბნება, რომ არ განიცდი მაგ ემოციას. უბრალოდ სწორ ტექნიკებს გასწავლის, როგორ მართო ეგ ემოცია. ხო, რომ შვიდად გაატარო. ხო. ანუ შვიდად შედარებით, მაგრამ ხო, ან როგორ დამშვიდე. როგორ დამშვიდე, როგორ გამოვა. ანუ ეგ არის შენი იარაღი, როგორ მართო საკუთარი ემოციები, მაგრამ მართვა კონსერვაციას არ მოიაზრებს. ანუ ის მართვა არ ნიშნავს იმას, რომ ეგ ემოცია აღარ გაჩნდება. ანუ ეგ შეუძლებელი რამეა, ხო, იმიტომ დავავიწყეთ აღარ არსებობს, დავივიწყეთ ეგეთი რაღაცები რო არ იყოს. კაი, ხა ჩვენ ფსიქოლოგიაში არა, დავივიწყეთ აღარ არსებობს, ეგეთი მცნება ჰიპნოკოუჩინგში არ არსებობს. ანუ არსებობს რაღაც გამოწვევა და ის გამოწვევა, ანუ რომელიც შენ თვლი რომ ანუ არის მოსაგვარებელი, ხო? ანუ შეიძლება გაწუხებდეს რა, რომ აი მუდმივად ერთი და იგივე რაღაც ემოციური მდგომარეობა გემართება და ანუ გაწუხებს უკვე. ანუ მაგის მართვა შეუძლებთ და ვინაიდან შენ ამას მართავ და მართავ ყოველთვის ემოციას ცნობიერად, იმიტომ რომ ანუ სხვა შემთხვევაში არამართვადია, ან შეძლებ გაცილებით მარტივად გადალახო რაღაცეები ცხოვრებაში. იმ მიზნამდეც მიხვიდე მარტივად, ხო? ეგ არის მე პირველად ის ნომეთქვა რა, ხო, ან თუ განიცადე ეს ემოცია, მაინც მე გასაშვები არ ითქო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ახლა ხო მითხარი, აი ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ birth chart-ზე და ასე შემდეგ. აი ჩემი ჩარტი რო ავიღოთ, აი რა არის ხოლმე, რასაც შენ ანუ აქცევ ყურადღებას ისეთი რა, აი გასაგებია პირველი პლანეტები, მზე, მთვარე, ასცენდენტი რაღაცები, მაგრამ აი როდესაც აი find your way-ს აკეთებ, მან დრას უყურებ. არის რომელიმე პლანეტა, რომელიც აი კონკრეტულად მაგ საკითხებს ეხება ან რაღაც კონკრეტული კომბინაცია, რასაც უყურებ, რომ ეს აქვს ადამიანს თუ არა აქვს, თუ აი როგორ არის რა, ცოტა დეტალები რომ მოგვიყვება. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამას მოგусმას უფრო ადამიანი, ვინც საკმაოდ გარკვეულია ასტროლოგიაში და ამიტომ შეგიძლიათ თავმოთ ილაპარაკო ასტროლოგიაში. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ უფრო ადამიანურ ენაზე ვილაპარაკო. რაც ეხება თვითონ find your ways ამ შემთხვევაში საკმაოდ კომპლექსური ანალიზი ხდება დაბადების რუკის და დეტალებში მოგიყვები, ანუ რასაც ასე ვთქვათ ვიძიებთ ხოლმე და რას უყურებთ, ანუ ეგ არის ზოგადად მოვიდა. ეგ არის ზოგადად ანუ შენი ხო მოდი ჩადი რა კარგად იწექი იქ მიდი კაი გოგო. ეგ არის ანუ შენი მზის ნიშანი, მთვარის ნიშანი, ასევე ასცენდენტი, იმიტომ რომ ანუ ასცენდენტი არის შენი ნატალური რუკის პირველი სახლი და ანუ მან ჩვენ ვუყურებთ ანუ რეალურად შენ შენი მონაცემი რა არის, ხო, თქვათ მზის ნიშნის მიხედვით და როგორ აღიქვავენ შენ სხვა ადამიანები, იმიტომ რომ ასცენდენტი არის რა, ანუ ასცენდენტი არის ჩვენი ვიზუალი, ანუ სხვა ადამიანები როგორ აღიქვავენ ჩვენ რეალურ ცხოვრებაში და ხშირად სხვისი მოლოდინი და შენი რეალური პოტენციალი ერთმანეთს ცდება. მაგიტომ არის რომ ანუ ერთი შეხედვით რო ადამიანს შეხედავენ და აი წარმოსახვით რომ გონიათ რომ ესეთია, ეგ მაგას ასცენდენტი აკეთებს რა. და რეალობაში ხდება სხვა ადამიანი. ანუ მთვარეს რაც ეხება, ანუ მთვარე არის ადაპტაცია ადამიანის, ანუ როგორ გადიხარ ადაპტაციას, ანუ შენი ემოციური ფონია და შესაბამისად ეგეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ანუ რომელ ნიშანშია, რომელ სახლშია. მთვარე იცი რომ იოგურათაც ის არის, იდა ენერგია, მთვარის ენერგია, cooling, დამამშვიდებელი ემოციებმა და ხო ანუ ვედური ასტროლოგიაც ხო არსებობს, რომელიც მთვარის მიმართულებას მისდევს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ანუ დასავლურ ასტროლოგიაზე, რომელიც მისდევს მზის მიმართულებას რა. ეხლა იცი რა მითხარი? აი როდესაც ადამიანს ძალიან ხშირად არის ხოლმე მენეჯმენტში და ლიდერობაში და ასე შემდეგ, ეგეთ კითხვები მოდის ხოლმე ადამიანებისგან, რომ აი ეს ლიდერი უნდა დაიბადო თუ ლიდერი შეიძლება გახდე. აი მაგას ასტროლოგია როგორ პასუხობს?
ანუ ნახე ლიდერი შეიძლება დაიბადო თუ ლიდერი შეიძლება გახდე? ხო, რაღაცა მსგავსი კითხვები არის. შეიძლება ლიდერი გახდე ცალსახად, მაგრამ ამის მონაცემი უნდა გქონდეს აუცილებლად ასტროლოგიურად, ანუ ეგ ჩანს. და ზოგ ადამიანს ეგ კარმულ მისიათაც აქვს, ანუ როცა ვსაუბრობთ კვანძებზე და მათ შორის ამ Find Your Way პროგრამაში. ასტროლოგიურად ლიდერობას რა განსაზღვრავს? მე ისე ზართული კითხვა არის, ლიდერობა რა არის ზოგადად რა არის ლიდერობა? სხვადასხვა რამე შეიძლება ნიშნავდეს რა. ჩემთვის ლიდერობა მაგალითად ჩემთვის რა ეგრე არ არის, მენეჯმენტი საერთოდ არ არის, შეიძლება მენეჯმენტში ხარ, მაგრამ ლიდერობას უსხათვისებაა. მენეჯერი და ლიდერი განსხვავდება. ხო, ძალიან განსხვავებული რაღაცაა. ანუ მაგალითად ნახე სამწუხაროდ თუ კარგი ასტროლოგიური ენით რო ვუპასუხოთ, ანუ კარგი მენეჯერი ზოგადად შეიძლება იყოს მზე ქალწულით და მერკური ქალწულით, თუმცა ლიდერი შეიძლება იყოს მზე ვერძით, მერკური ლომით. აჰა, მე რომ მითხევანი ვერძში ეგ დასმატებს თუ არა? ანუ მეათე სახლი არის და მათ შორის ამ პროგრამაში Find Your Way-ში ჩვენ განვიხილავთ მეათე სახლს თუ საუბრობთ ანუ მიღწევებზე და კარიერულ სტაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სახლია, ანუ ყველაზე მაღალი წერტილი არის შენი ნატალური რუკის და ეგ არის ჩვენი სოციალური მიღწევა, კარიერული მიღწევა და სოციალური აღიარება. ეგ არის mid-heaven, ხო? Mid-heaven, ხო. MC-ს ეძახიან. MC. მე მაგ one degree, first degree of Aries. ხო, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ შენ ნახე, ან პლანეტა ყავს რამე მეათე სახლში? ცარიელია? ხო, მაგრამ ანუ ზოგადად ასტროლოგიურად ესე უყურებთ ჩვენ, რომ მეათე სახლი შეიძლება იყოს ცარიელი, რა თქმა უნდა, კარგია თუ მანდ არის პლანეტა, იმიტომ რომ როდესაც ნახე რა, სახლში კი, ეხლა ვნახავ, ანუ ამ აზრს დავასრულებ, უბრალოდ როდესაც ნახე სახლში ექცევა პლანეტა, მაგ პლანეტას აქვს კონკრეტული როლი. ანუ უკვე რაღაც ხასიათს იძენს სახლი. თუ სახლი არის უპლანეტო, ანუ უხასიათო არის, თუმცა ანუ მთლად ეგრე არ არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა სახლს ყავს თავისი მართველი პლანეტა რა. ეხლა შენი ანუ რადგან არის MC ვერჩი, ეგ ნიშნავს, რომ ანუ ვერძის მართველი პლანეტა არის 2, უფროსი არის მარსი და უმცროსი არის პლუტონი. მარსს რო შევხედოთ, რომელ სახლში არის, აი კარიერულად და სოციალური აღიარებით, ეგ მიღწევები გექნება შენ. ანუ მეათე სახლის მართველი რომელ სახლშიც მიდის და რომელ სახლშიც ანუ დგება, იმ სახლის როლს ირგებს და შესაბამისად მიღწევები უნდა ქონდეს მაგ სფეროში. ეხლა შევხედოთ, მოდი აი თუ გინდა რუკის ეხავე ჩავთავ. ჩავთე მესანა მილოსა. ხო, ნუ შენ მარსი ყავს პირველ სახლში. ხო. ანუ ნებისმიერი მიღწევა და სოციალური აღიარება მოვა შენი თავისგან. ანუ შენ ხარ შენი თავის მიღწევაც, აღიარებაც და ეგრე არ არის. შენ თავისგან მოდის მიღწევა და ყველაფერი. ისედაც ეგრე არ არის. ანუ უბრალოდ ნახე როგორი მომენტია, ანუ უფრო რადგან მარსი ყავს კირჩხიბში პირველ სახლში, ეგ იმას ნიშნავს, რომ მაგნაწილში გექნება რაღაცა კავშირი ოჯახთან, დიდ ენერგიას დახარჯავ ოჯახზე, ემოციებს და ასე შემდეგ, მაგრამ კარგი ანუ მე რასაც გირჩევდი შენ ზოგადად ანუ საქმიანობის ნაწილში რა, იქნებოდა რომ ალბათ რაღაცა საქმიანობა, რაც დაკავშირებული არის უძრავ ქონებასთან. ხო, real estate, ანუ mindfulness ცენტრი ავაშენოთ და ხო, კი ბატონო, ანუ რაღაცა რაც უძრავ ქონებასთან არის დაკავშირებული, ანუ ეგ ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ანუ მაინც კირჩხიბი არის ოჯახი, სახლი, უძრავი ქონება და ასე შემდეგ რა და ეს ქმედითი ენერგია შენი არის მან, თუმცა ნახე როგორც გითხარი, ანუ ხო ორი მართველი ყავს რა, ანუ ერთი არის ის რა ქვია მარსი და მეორე პლუტონი, უმცროსი მართველი ყავს შენ მეათე სახლს და ეხლა ძალიან რო არ წავიდეთ მეათე სახლსა და მითხევაზე ის. არა, საინტერესო ნახე პლუტონი ყავს მეოთხე სახლში. ანუ ეგეც უძრავი ქონების თემებია რა. ანუ რეალურად შენ იქნები წარმატებული თუ და აღიარებული, ასე ვთქვათ, თუ შეხება გექნება, ანუ რამე სფეროსთან, რაც შეიძლება იყოს მაგალითად ინტერიერის დიზაინი, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ინტერიერ ექსტერიერთან, უძრავ ქონებასთან, ბროკერი, ანუ უძრავი ქონების გაყიდვა, ანუ მათ შორის მშენებლობა, ან დაპროექტება ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ქალწული ხარ მზით და შენი ძლიერი მხარე არის რაღაცის დაორგანიზება, აი მაგ ნაწილში საკმაოდ დიდი წარმატება გელის.
ძალიან კაი. თუმცა შენ ნაწილობრივ კიდე გაქვს ანუ ჩართული პუროს ჩემ დიზაინერებულიას კი მოწონთ ხოლმე როცა. კი, ანუ გემოვნება გაქვს მაგაში, ნახე, ანუ შენ რომ მაგ სფეროში წახვიდე და ანუ შენ კარგად შეძლებ რომ ანუ მყუდროდ მოაწყო სახლები, გემოვნებიანად მოაწყო ძალიან პრაქტიკულად. პლუს ანუ მთვარე ყავს, ანუ მარსთან შერწყმული რა. ანუ მარსი მთვარის შერწყმა გაქვს. ნუ ეგ სხვა საკითხია. არ ეხება ამ მეათე სისტემებს. მე რა ზოლაპარაკო. თუ კი ესეთი რაღაცები არის ასტროლოგიურად და რაც ის არის, ხო? ხო შეიძლება რომ აი ეგ უფრო ბავშვებს დაეხმაროს თავიდანვე თუ რავი ანუ რაღაცა ადამიანები იზრდებიან და მე ასტროლოგიას სადღაც რაღაცას გაიგებენ და მე ნელ-ნელა სწავლობენ და თუ კი ესეთი რაღაცების თქმა შეიძლება თქო რა. ანუ პოტენციალი შეგვიძლია ვნახოთ და ზოგადად ანუ პლანეტები ნახე როგორ მუშაობს დაბადებისას 1 წლამდე არის ჩართული მზე. ხო. ანუ მზის ენერგიით ცხოვრობთ ადამიანები. 1 წლის შემდეგ უკვე ირთვება მთვარის ენერგიებიც. ანუ მთვარის ენერგია იწყებს მუშაობას, ანუ ჩვენ ვიწყებთ ადაპტაციას, როდესაც ანუ ვიდგავთ ფეხს, ემოციები, ტრავმები ალბათ პირველი თან. ხო, ემოციების აღქმა, ანუ ტრავმები, იქ რაღაცა დაგვივარდა, იქ რაღაცა გვაინტერესებს. ანუ ხო, აი ამ შემეცნებით ადაპტაცია რატო ქვია, ანუ რატო ადაპტაცია, იმიტომ რომ ანუ შემეცნებას ვიწყებთ ცხოვრების და ვადაპტირდებით ანუ ცხოვრებასთან. მაქამდე ანუ ხელფეხი ასე ვთქვათ არ გვაქვს რა, ანუ კი ხელით რაღაცა უჭირავს ბავშვს, მაგრამ სიარულით არ დადის, ხო? ანუ ჯერ ზოგი ბავშვი უფრო გვიან იდგავს ფეხს, მაგალითად, ეგ რას ნიშნავს, რომ ანუ შეიძლება კონდეს დაზიანებული მთვარე, ანუ დაზიანებული მთვარე რა არის, როცა ანუ რაღაცა არც თუ ისე სასიხარულო ასპექტები აქვს თვალს. მე ხო არ მაქვს დაზიანებული მთვარე. არა, სხვათა შორის შენ არ გაქვს ცუდი ასპექტები, პირიქით ძალიან დადებითი ასპექტები გაქვს, ანუ მე რა გინდა მზე, ანუ რაღაც მზის და მთვარის ორივეს ის მაქვს რა ბალანსი, ანუ Virgo თავის მერკურით და რაღაცეებით და კიდე მთვარე თავისი cooling ენერგიით. რას გულისხმობ? ანუ masculine, feminine, აი იოგაში ხოვებია ეგრე არის შივა და შაქტი ენერგია. აი აქ რაც არის, ზე არის რაღაც მასკულინური. შენ მართავს მერკური. ხო და მერკური არის unisex პლანეტა. ანუ მერკური არ არის მთლად მასკულინური, მთლად ფემინური ენერგია. ანუ მერკური არის unisex პლანეტა და ანუ როგორც მზის ენერგია ითვლება, რომ ის მასკულინურია. მერკური ითვლება მზის შვილად. ანუ ახალგაზრდა ყმაწვილი არის, რომელსაც ესეთი რაღაცა ცოტა გიჟური ენერგიები აქვს რა. მაგრამ დუალიზმი ახასიათებს მერკურს. ანუ ორი ენერგიის მატარებელია. ყველა ჩვენ თაკანს და მე მგონი ძალიან კაი მაგალითია მაგის. ყველა პლანეტა არ არის ეგეთი, ანუ ასტროლოგიაში არის მასკულინური ენერგიის მატარებელი, არის ფემინური ენერგიის მატარებელი და არის უნივერსალური ენერგიის მატარებელი. ანუ მერკური და ურანი არიან unisex პლანეტები, რომლებიც ატარებენ ორივე ენერგიას, ანუ ქალურ და კაცურ ენერგიებს. ოკეი. დაუბრუნდეთ ისევ ჩემ კარტას. ხო, ანუ რა შეიძლება ითქვას. შენ რუკას რაც ეხება ნახე, ანუ ასპექტები, აი რაზეც ვlapარაკობ. ასპექტები, ანუ რისი ასპექტები? აი ეს რაღაც იოდი არის, არ არის, რაღაც ტენი რა გავფრთხა, ანუ ეს ქირონი. იოდი არ ქონდა შენ ჩვენ ხომ ნახეთ შენ რუკაში. ქირონი? ქირონი ანუ ყველას რუკაში არის ისე როგორც მაგრამ ანუ ქირონი ამიხსენი მაგრამ ქირონი როგორც აღმავალი და დაღმავალი კვანძები არის ფიქტიური ვარსკვლავი. ანუ კომეტაა რა და არ აქვს ენერგია და არ ბადებს მოვლენას, ანუ ფსიქოლოგიურ დონეზე აისახება. ზოგადად ანუ ჩემი სკოლა ანუ ქირონს პროგნოზირებაში დიდად არიყენებს და კი მაქვს ინფორმაცია და ფლოპ ინფორმაციას და მათ შორის ანუ სწავლობდით ქირონის შესახებ, თუმცა ანუ ესე გვასწავლიდნენ, რომ პროგნოზირებაში არ გამოიყენოთ ქირონი, იმიტომ რომ ანუ პროგნოზირება არის რა ადამიანს აინტერესებს რა მოვლენები ელის ცხოვრებაში, ხო? ანუ რა მოხდება, როგორ მოხდება და შემდეგ და ქირონს და მათ შორის კვანძებს, აი მთვარის კვანძები რო არის და რო იძახია, რომ კარმული კვანძები არის კიდე კარმულ კვანძებსაც ეძახიან. ანუ მაგნაწილში არ აქვს მოვლენითი ენერგია რა. აქ უბრალოდ
ანუ ფსიქოლოგიური ზეგავლენა შენზე. რაღაც განცდებს გამოიწვევს. განცდებს პოზიტიურს. ქირონი უფრო პოზიტიური ენერგია. უმეტესობა ადამიანის ფიქრების ეგრეა, რაღაც განცდებს იწვევს და არასდროს არ რეალიზდება, მაგრამ ის ფიქრები ადამიანის ნერვებს უშლის იმ ნახე, ანუ გააჩნია, იმიტომ რომ თუ საუბრობთ მაგალითად ისეთ ასპექტზე, რომ ანუ პლუტონი შემძესთან ასპექტირებას აკეთებს, იმას მოვლენა აუცილებლად ექნება. არა ფსიქოლოგიურ დონეზე, არამედ ქმედით დონეზე. აი სატურნზე რო გეუბნებოდი რომ ამ დღეს რე მოხდა თქო, აი ზუსტად ეგ არის. სატურნი ზოგადად არის ძალიან საინტერესო პლანეტა. ნახე, ანუ ადრე ძველად ასტროლოგიაში ეძახდნენ, ანუ ზოგადად იყო 7 პლანეტა სულ. და ანუ სატურნზე რადგან დავიწყეთ საუბარი, ბარემ მოუყვები რა და სატურნს ხო რაღაც ღარსივით აქვს რა, გაზისა რა რეალურად და ეს რა. ხო და აი ამ წრით სატურნი რეალურად დანიშნეს ამ პლანეტას მალავდა. ან მალავდა ურანს, ნეპტუნს და პლუტონს. მაგიტომ ადრე არ იყო უფროსი და უმცროსი პლანეტები და ეს 7 პლანეტა გადანაწილებული იყო 12 ნიშანზე. შესაბამისად, ანუ მაგალითად მორიელს და ვერც ყავდა ერთი მართველი პლანეტა, ორივეს იყო მარსი. ანუ ქალწულს და ტყუპს ყავდა მერკური, ну თქვენ ეხაც მერკური ყავთ, იყობთ, ანუ სხვა უმაღლესი პლანეტები არ გაქვთ და მაგალითად რო ავიღოთ მშვილდოსანი, ანუ მშვილდოსნის იყო იუპიტერი და ეხ არის იუპიტერი და ნეპტუნი და თევზის არის ნეპტუნი, უფროსი და უმცროსი იუპიტერი რა. ანუ უმაღლესი პლანეტები რო აღმოაჩინეს, მერე გადაიყო ეს 10 პლანეტა უკვე 12 ნიშანზე რა. და მორიელმა ანუ წაიღო პლუტონი, იმან რა ქვია, მშვილდოსანმა იუპიტერი, თევზმა ნეპტუნი, ну, უბრალოდ თევზმა ნეპტუნი, იმიტომ რომ იუპიტერი ისეც არსებობდა რა. იყო 7 პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი. და სატურნი იყო ისეთ მოცულობით, რომელიც ფარავდა. ანუ ეხლა ნახე, ანუ რო განიხილო სატურნის ბუნება როგორია, ანუ სატურნის ბუნება არის სტრუქტურა აუცილებლად არის წესები. ესე ამბობენ, რომ შექმნილია ეს მატრიცა, მაგას შექმნა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ რეალურად, რომელიც არის სადღაც შენ რო ხარ ის სატურნი არის მასწავლებელი. იმის ის არის, ჩაგაგდეს ამ გეიმში და დაგავიწყეს, რომ რეალურად აქ ხარ და შენ თავი არ გახსოვს, რომ შენ თვითონ ღმერთი ხარ და ესეთი ის არის, ხო? ანუ იოგურად რო შეხედო, ეგეთი ფილოსოფია არის, რომ აი შენ სადღაც ხარ, როგორც ვიბრაცია სადღაც არსებობს და ამ სამყაროში ხარ, როგორც განიცდი ამ სამყაროში რა ტრავმებიც მოყვება, რაც შენ განიცდი და ხო, ანუ სატურნს რაც ეხება ზოგადად სატურნის ანუ ბუნება და როლი არის შემდეგი, რომ სატურნი არის მასწავლებელი, მაგრამ ანუ არის მკაცრი მასწავლებელი. ანუ მისი ბუნება არის ესეთი, რომ სადაც შემოდის, რომელ სახში შემოდის. ანუ ყველა სახს ხო თავისი თემა და ხასიათი აქვს. ანუ იმ საკითხში გთხოვს წესრიგის დამყარებას. ანუ პირობითად რომ ვისაუბროთ, ანუ ეხა შენთან მაგალითად შემოვიდა მე-10 სახში. ეგ რას ნიშნავს, რომ ანუ ყველაფერი რაც ეხება შენ სტატუსს და მიღწევებს, აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურირებული. ანუ მით უმეტეს რომ ანუ შენი მე-10 სახი როგორც შენ წეღან იძახდი და ვნახეთ არის ვერჩი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ანუ შენ ყოველთვის შენი მიდრეკილება იქნება, რომ რაღაცას მიაღწიო ძალიან იმპულსიურად, სწრაფად, ანუ მალე მიიღო გინდა აღიარება და ინახე სატურნი შენ ამ თავისი შემოსვლით გასწავლის, რომ ესე არ შეიძლება. იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, აუცილებლად უნდა გქონდეს სტრუქტურა, უნდა იყო ორგანიზებული, უნდა დაიცვა წესები, უნდა იქონიო მოთმინება, რომ სატურნმა დაგაჯილდოვოს, იმიტომ რომ სატურნი გამოცდებსაც მოგცემს, ანუ მისი საყვარელი თემაა, რომ რაღაცეებში გამოგცემს. όμως ნახე, თუ შენ სატურნის რითმებით ცხოვრობ და ერთ-ერთი ყველაზე ნელი პლანეტაა სატურნი რა, ანუ ზოგადად დროის პლანეტას ეძახიან და კარმას ეძახიან. ჩვენი კარმა სატურნია, მასწავლებელია. ნუ მეგონი მაგითო ეძახიან, რომ ეხლა შეიძლება ლაპარაკობ რეალურად არის ის ყველა გამოცდილება, რასაც ეგო განიცდის, როცა ადამიანი რაღაცებს განიცდის ხო ცხოვრებაში და ეს ეგო იღებს სხვადასხვა გამოცდილებებს და მაგას ყველაფერს ეგ არის სატურნი, ეს აქაური სამყარო, რომელიც იქით არის რაღაც სამყარო, რომელიც არის რეალურად დამოკიდებული შენზე როგორ აეწყობა და ის რომ ეს სამყარო არ არის ეგეთი მყარი სამყარო და ძალიან მყიფია. აი სატურნი კაკრესტე კი ნახე არის უფრო მყარი.
იმიტომ რომ სატურნი არის კარიბ მაგაში გაჯერებს სატურნი. მთელი ცხოვრება ის არის, რომ სატურნი მაგაში ფუნქციები რაც გააჩნია მაგ პლანეტას, ნახე, ანუ ყველა პლანეტას თავისი ფუნქცია აქვს რა. ანუ სატურნი არის სტრუქტურა და მათ შორის არის სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, ანუ სამართალი, ხშირად მაგალითად რუკას როცა ვუყურებ, აი ქორწინება თუ აინტერესებთ, ხო, სატურნი მე-10 სახში შერა ტრანზიტიც გაქვს. მათ შორის არის ოფიციალური ქორწინებაც რა. ოღონდ ანუ შენთან თან საინტერესოა, მაგამდე ჩავიხედე, ანუ სანამ ჩაწერას დავიწყებთ და მაინტერესა რა ხდებოდა, ანუ მე-7 სახლის მართველია. ან მე-7 სახლი რა არის? ანუ სხვა ადამიანები, ურთიერთობა, შეთავაზებები, კონტრაქტები, ანუ ნებისმიერი სხვა ადამიანი შენ ცხოვრებაში, არა შენ. და მაგალითად ქორწინებას ჩვენ ვნახულობთ ხოლმე ან სატურნი მე-7-შია, ან სატურნი მე-10-შია, იმიტომ რომ მე-7 ურთიერთობა, მე-10 სტატუსი. ანუ ის სტატუსი მარტო კარიერული მიღწევა არ არის, ანუ როცა ადამიანი მაგალითად ოჯახს ქმნის, ეგ მათ შორის ჩანს ტრანზიტად, ანუ მე-10 სახლში. ანუ იმიტომ რომ დღეს ხარ, ვთქვათ, ეული, ანუ და როცა უკვე სატურნი მოდის, ხო, ანუ უკვე ვთქვათ, ანუ single ხარ, ანუ ეულში ეგ ვიგულისხმენ და მე ხარ ვთქვათ მე. როგორ ისწავლე სიტყვა ქართულში? ხო, ეული. ხო და ანუ აქედან გამომდინარე ისეთია რა, ანუ საკმაოდ მკაცრი პლანეტაა, მაგრამ როგორ მიუდგები და რამდენად ანუ სწორედ მიიღებ ამ სატურნის შემოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა გეტყვი რატომ, იმიტომ რომ რამდენადაც კეთილია რო გავა, ანუ ძირითადად ტრანზიტი აქვს 2-დან 2.5-3 წელი მაქსიმუმ ერთ კონკრეტულ სახლში, რო გავა, აი რო შემოდის სახლში, ხო? ყველა სახლს ხო თავისი საზღვრები აქვს, ანუ არის მაგალითად შენი სახლი ვერძის რამდენ გრადუსში მოდი ვნახოთ. არის 1 და 40-ში რა. აი 1 და 40-ზე სანამ მიუახლოვდება მან უკვე რაღაცა მოვლენებს მოგცემს. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ზოგადად ნებისმიერი ჩემთან ახლა მოუახლოვდება. როგორ? ხო და მან როდის არის ახლა? ნახო აბა ტრანზიტი. ანუ უახლოვდება ახლა შენ 27.29 გრადუსში არის, ეხა არის ვენერასთან შერწყმული, ანუ მანდ ვეყავს ნეპტუნი, ეგ ყველაფერი ხდება აღმავალ კვანძზე, მე-9 სახლში, თუმცა ნახე, როცა ანუ ზღვარზე დგას პლანეტები, ის ყოველთვის მუშაობს ორივე სახლზე, მე-9-ზეც და მე-10-ზეც. ანუ მოვლენების დონეზე რო ვთარგმნით ეგ როგორ აისახება, ანუ მე-9 სახლი არის უმაღლესი განათლება, უცხოეთი ჩვენი მსოფლმხედველობა. თემატურად ნახე, ასტროლოგია არ იძახის, რომ არის ბედისწერა, ანუ ბედისწერის არჯერა, ანუ ყოველთვის ამბობს, რომ გაქვს არჩევანი. ანუ რა გზით წახვიდე, როგორ მოიქცე და შემდეგ. ასევე ანუ მათ შორის ტრანზიტები და შენი ნატალური მონაცემები, ანუ დამოკიდებულია შენი პიროვნული განვითარების დონეზე. რომ ვიღაცას ანუ თავისი პოტენციალი დამუშავებული აქვს, ვიღაცას ნაკლებად დამუშავებული. მაგიტო ანუ ხშირად რომ ადგენენ მაგალითად ასტროლოგები რუკასდებენ, შენ უნდა იყო ეს და ის ადამიანი ძახს, რომ არა, სხვაგან ვარ, იმიტომ რომ ანუ სხვა გზა აირჩია განვითარების და რეალურად იმ პოტენციალამდე არ მიდის. აი find your way, ანუ მათ შორის მაგაზე არის ორიენტირებული, რომ იმ ადამიანს დაანახოს ის გზა, თუმცა ანუ არ მოიაზრებს იმას, რომ იძულებით დააჯეროს, რომ ეს უნდა გააკეთოს რა. ანუ ჩვენ უბრალოდ განახებთ იმ გზას, რომელიც შენთვის არის თქვათ საინტერესო, მნიშვნელოვანი, რომელიც მოგცემს განვითარების საშუალებას, მაგრამ არა იძულებით რა, იმიტომ რომ იძულებით ანუ აზრი არ აქვს. ესე იგი, ანუ ამ კარმულ წარმოსახვაში, ანუ შენ უნდა გაგიარა ის გზა, რა განვითარების გზაზეც დგახარ. ფსიქოლოგია შენიც იმაში შემოდის, რომ მე ამ ადამიანს დაანახო და სადღაც იმედიც მისცე, რომ ის ნამდვილად მას გულში რაც აქვს და რაც კარგად გამოსდის, ანუ ნახე შენ რომ გამოვიდეს ძალიან კარგად. შენ რო ადამიანს დაანახებ მის ჭეშმარიტ მეს, ანუ აუცილებლად რეზონირება იქნება და აუცილებლად ის ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ ანუ ხო მე კი მაგრამ ანუ სწორედ ვაკეთებ, ეხლა რასაც ვაკეთებ თუ ანუ ხომ არ მეცადა რომ ეს გამეკეთებინა და მეტ ბედნიერებას ხო არ მომიტანდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ანუ ის ჩვენი მისია, რითიც მოვდივარ სამყაროში, ანუ თუ ძალიან ვცდებით, ან მე იწყება 1000 უბედურება ცხოვრებაში, რომ ვარ დასტრესილები, ანუ დეპრესიულები, ძალიან ბევრი წინა ემოციების ის პირდაპირ რო გადაიკეტება თუ არა, ანუ საკრალო ჩაკ მორჩა, სვადის დასანა, ანუ ჩაკეტილი გაქვს ემოციები, აი ესე ამბობენ, რომ
გაიყინაო თითქოს წყალიო ეს ემოციებიო შიგნითო და გაყინული გაქვს აი ჰიფებში ჩაკეტვა მე მაგის გაგიშედეგია ხოლმე რომ ვიძახით აქ ვინახავთ ხო და მე პირდაპირ ანუ ჯანმრთელობის მეგონებას ადვალი გაქვს აქ და იქ შიგნით ყრი რაღაც მეებს და იქ ნაგავს ხო და ეს ნაგავი შენ თავია რეალურად სადღაც დასტრესილი სადღაც შეშინებული სადღაც ის არ მოგეწონა სადღაც ეგომ რაღაც გითხრა და იქ ნაგავში ყავს და ოღონდ იმ ნაგავში არისო თან შენი კრეატივიტიც აი იქ არის რა იმ ნაგავში უნდა ეძებნა და ის ნაგავი უნდა ამიტომ არ არის ნაგავი საერთოდ და გაატარო ყოველ შემთხვევაში. კიდე რას მეტყვი ისეთ საინტერესოს ან ხო ანუ საინტერესო ნახე ეხლა მაგალითად ანუ იოდი არ გაქვს შენ რუკაში და ანუ აი ეს ChatGPT და ასე შემდეგ რომ გეუბნებიან და ასე შემდეგ რატო ირევა ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ChatGPT-ს ახლა ასტროლოგიაზე და ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ChatGPT-ს ძალიან კარგი თულია და მათ შორის ან მეც ხანდახან რაღაცებში ვიყენებ თუმცა ანუ კარგია გამოსაყენებლად თუ გაქვს სიგნისეული ცოდნა ასტროლოგიის რატომ ავხსნი? იმიტომ რომ საბლოჯამში არის ცდომილებები, ანუ მათ შორის ცდომილებები ასცენდენტის აწყობაში, პლანეტების გადანაწილებაში, სახლებში, რაც გაძლევს რადიკალურად სხვანაირ სურათს. მათ შორის არის ორბისები, ანუ ორბისი არის გრადუსები, რომელსაც დასაშვები გრადუსები, რომელსაც ვიღებ ჩვენ ასპექტების წარმოქმნის დროს, ანუ მაგალითად თუ საუბრობთ მზეზე და მთვარეზე, ან მაგ შემთხვევაში მაქსიმალური ორბისი რაც შეგვიძლია ავიღოთ არის 10 გრადუსი ცდომილების, ანუ პირობითად თუ იუპიტერი ყავს 28 გრადუსში და მაგალითად ანუ მზე არის 8 გრადუსში, ანუ ეგ ცდომილება დასაშვებია, მაგრამ სხვა დანარჩენ პლანეტებზე არ ამნათობებზე, ანუ მაქსიმუმ არის 2-დან 4 გრადუსამდე ორბისი, რასაც მაგალითად ChatGPT ხშირად არ ითვალისწინებს რა. და ანუ მაგ ნაწილში აი თუნდაც შენი ის იოდი რო ააგო, ხო? ანუ რაც ცდომილებით ააგო, იმიტომ რომ ანუ ორბისი ქონა ძალიან დიდი აღებული და დიდი ორბისი რაც დაუმატებ რაღაც ინფორმაციას, უი ახლა სხვანაირად, უი ხო, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიყენებ. ხო, იმიტომ რომ ნახე შენ რადგან საუბრობ ეგ არის კონფიგურაციები, ანუ კონფიგურაციები იქნება ორზე მეტი ასპექტისგან, ერთზე მეტი უпроსოდ ასპექტისგან რა, ანუ რომელიც შედგება ორი ან მეტი ასპექტისგან, ანუ შეიძლება შედგებოდეს 4 კვადრატისგან, მაგას დიდ ტაუ კვადრატს ეძახიან, ანუ შეიძლება კვადრატი ცუდია და სამკუთხედი კაია, თუ როგორ არის? ცუდი და კარგი არ არსებობს, არის დაძაბული და დადებითი ენერგიები, ანუ კვადრატი და ოპოზიცია არის დაძაბული ენერგიები, თუმცა ანუ მე რომ მკითხო, ზოგადად ცხოვრებაში და ნატალურ რუკაში თუ არ გაქვს კვადრატი და ოპოზიცია, ანუ ძალიან მოსაწყენი ცხოვრებაა, იმიტომ რომ ხო, ანუ ტრინი და სექსტილი არის პოზიტიური ენერგიები, სექსტილი გაძლევს ანუ პოზიტიურ მოვლენას, მაგრამ ანუ რაღაცა ძალისხმევას მოითხოვ შენგან და ტრინი როგორი იცი, აი სულ რო სახში დივანზე იწვე არაფერი არ აკეთო, მაინც ანუ თავზე რაღაცა წარმატება დაგეცემა რა. გადასარავი ყოფილა ეგ ტრინი. ხო, ტრინი ძალიან დადებითი ენერგია არის რა. არსებობს ანუ კონფიგურაციაში მაგალითად არის დიდი ტრინი, რომელიც 3 ტრინისგან შედგება რა. ანუ ეგ ძირითადად არის უფრო ერთი სტიქიებისგან თუ შედგება, ანუ როგორ არის ნახე, ანუ თუ 3 პლანეტა რომელიმე შენ ნატალურ რუკაში გაქვს ერთი და იგივე სტიქიაში, ოღონდ არა ერთი და იგივე ნიშაში, ანუ იგულისხმება, რომ თქვათ ანუ კირჩხიბი, მორიელი თევზებში ყავს რაღაც, ანუ მან უკვე დიდი ტრინი ალბათობა გაქვს მაღალი, რა თქმა უნდა, გრადუსებს გააჩნია, როგორც გითხარი, ანუ ცდომილებით 10 გრადუსი, მაგრამ რომელი პლანეტაა, ხო? ხა მზე თუ ყავს კირჩხიბში, მთვარე მორიელში, მან უკვე 10 გრადუსიან ცდომილებას იღებ, მაგრამ თუ მერკურზეა საუბარი, მან ანუ 4-5 გრადუსი შეიძლება აიღო. ოკეი, ეგ ტექნიკები უკვე რაც შეუნდა იცოდე. ხო, მაგიტო ანუ არის, რომ ChatGPT მე ძალიან მომწონს და ძალიან საინტერესო და ბევრი რაღაცა ანუ ვურჩევ ყველას, რომ კითხოს და წაიკითხოს არის თავის ყველაფერი. წაიკითხოს მათ შორის ასტროლოგიაზეც, იმიტომ რომ ანუ თუნდაც რო კითხო, რომ აი ეს ნიშანი, თქვათ ამ პლანეტაში რას ნიშნავს, ძალიან კარგი დახასიათებით გაძლევს. თუმცა ისევ და ისევ რომ არ დავკარგოთ ჩვენ თვითონ ჩვენი ცნობიერი და შევძლოთ გარჩევა რა არის სწორი ინფორმაცია, რა არ არის სწორი, იმიტომ რომ მე ანუ ChatGPT-სთან ანუ მქონია ეგ შემთხვევა, კარგია რომ ანუ პროფესიონალური ან მინიმუმ სამოყვარულო დონეზე ბევრი რამ მქონდეს წაკითხული ასტროლოგიაზე, რომ ენდო ChatGPT-ს პროგნოზირებას. ანუ პროგნოზირების ნაწილში არ ურჩევდი მინიმუმ
უნდა ყავდეს მაშინ ვიღაცა პროფესიონალი, ვინც გადაამოწმებს ამ ყველაფერს. აი, დავანებოთ მაგას სწორედ სატურნი შენ ვენერასთან არის ტრანზიტს გადის ახლა სატურნი არის შენს ვენერასთან ოპოზიციაში. სატურნი ვენერასთან ოპოზიციაში არის ზოგადად, ნახე, ვენერა ურთიერთობა მათ შორის რა. მესამე სახლი, რომელშიც ვენერა ყავს შენ, არის ურთიერთობის სახლი, გადაადგილების სახლი, კომუნიკაცია, პრაქტიკული ცოდნის მიღება. ამ ტრანზიტით როცა ოპოზიცია, არჩევანის წინაშე დგახარ, ურთიერთობა თუ სტატუსი. აი საწავიდე, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე რა. მაგას გაძლევს ეგ, მაგრამ შენ კომპლექსურად რო შევხედოთ შენ რუკას, იმიტომ რომ ნახე, შენ რუკა მარტო ერთი ასპექტისგან ხარ შედგება, მან ზოგადად რა განსაზღვრავს, ნახე, კარგ ასტროლოგს რა. კარგი ასტროლოგი არის ასტროლოგი, რომელიც შეძლებს დაფოკუსირდეს ბევრ ასპექტზე შენ რუკაში და დასკვნა გამოიტანოს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, თუნდაც ამ სატურნის ინგრესიას ეძახიან, როცა ნიშანს იცვლის პლანეტა და სხვა სახლში გადადის, ინგრესიამ, თქვათ მეათე სახლში რა. და შენ ამის გარდა, პლუტონი ყავს, მე-7 სახლში, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე 3 გრადუსია, ხო, ძალიან დიდი ხანია უკვე რაც დაწყებული არის ურთიერთობების ტრანსფორმაცია შენ ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, ახალი მოვიდა და ყველა თემა რაც ეხება ურთიერთობას შენთვის ძალიან აქტუალურია რა. მათ შორის ნახე, შენი მე-7 სახლის მმართველი სწორედ რომ სატურნია და სატურნი მე-7 სახლიდან როგორ ახდენ შენ პროგნოზირებას რა. პირველ რიგში უყურებ ნატალურ რუკაში რას განკარგავს. სატურნი საიდან მოდის? წარმოიდგინე რომ არის პიროვნება და იმ პიროვნებას აქვს რაღაცა კონკრეტული თავისი როლი, ის სცენაზე რო იყოს და უნდა ითამაშოს თავისი როლი. ეხლა ამ თავისი როლით რომ მოვიდა მე-7 სახლიდან, რომელიც განაგებს ურთიერთობას და სხვა ადამიანებს შენ ცხოვრებაში, შემოდის მე-10-ში, რაც ნიშნავს, რომ რადიკალურად, თუ ოპოზიციას გიკეთებს ვენერაზე, არჩევანზე, ურთიერთობაზე, ჰარმონიაზე, მან შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა შეიძლება დასრულდეს შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ სატურნი როცა სახლის რაღაცა საზღვარზე შემოდის, ის აუცილებლად წაგართმევს რაღაცას, მაგრამ მისი ასე ვთქვათ, ნახე, ორი მხარე აქვს სატურნს. კი არის მკაცრი პლანეტა, მაგრამ შენ თუ სატურნის წესებს დაემორჩილე, რო გავა იმ მე-10 სახლიდან იმ ხელას აჩუქრებს მოგცემს, რომ შეიძლება იუპიტერსაც გადაუჯოქროს, რომელიც არის დიდი წარმატების პლანეტა რა, მაგრამ ეხლა შენ მე-10 სახლი არის ძალიან დატვირთული, ქირონი ყავს მან, რომელზეც ვსაუბრობდი და ქირონი ძალიან დადებითი ენერგია, მერკურია, რომელიც თხოვს აზრობრივად, რომ ლიდერი გახდი, რაღაცას მიაღწიე და შემდეგ მერე ვენერაც მოდის და გააკეთე ბოლო-ბოლო არჩევანი, გთხოვს რა, რომ მიდი აირჩია, რაღაცა იყავი ლიდერი, იყავი მამაცი, ეგეთი ენერგიები წამოვა შენში რა. და ახალმთვარება რას ნიშნავს, ნახე, რეალურად ეგ არის ციკლის დასაწყისი და იმიტომ რომ მთვარე 28 ჯერ იცვლის ფაზას და მიმართულებას, არის ყველაზე არაპროგნოზირებადი პლანეტა, მაგიტომაც არის რომ კირჩხიბები და შენ მათ შორის მთვარე კირჩხიბში არიან ძალიან ცვალებადები, იმიტომ კი არა რომ ესე უნდა. ვიცი, მე მთვარეზე ახლა ეგ არის ენერგეტიკული მონაცემი. როცა მთვარე არის ხოლმე ძალიან ენერგიოთ ვარ ხოლმე მართლა. ეგრეა, ხო, მით უმეტეს შენი ნახე ენერგიის პლანეტაც იმართება მთვარით. ერთადერთი ლიდერობას რო იძახით, ჩემთვის ლიდერობა არის ადამიანის ინდივიდუალურობა, სიმამაცე იმის რომ იყო ინდივიდუალური. ეგ არის ლიდერობა, ეგ არის შენ თავის ლიდერი ხარ. კი, ნამდვილად ეგრეა. ვიღაცას მაინც და მაინც 2 კაცს მართავ თუ 200 კაცს მართავ ლიდერობა მაგაში არა, მაგიტომაც გითხარი, ნახე, მენეჯმენტი და ლიდერობა განსხვავდება. ხო და მენეჯერი არის სხვა. ლიდერობას რო ამბობ, ეს ლიდერობის მენეჯერი არის ეგზეკიუტორი. მენეჯერზე ავიძახე, ახლა რა ახსენეთ, ლიდერობის თემები. ეგ ლიდერობის თემები. საბოლოო ჯამში ადამიანისთვის რა არის, ლიდერი გახდი, რაღაცა გახდი. ლიდერი მარტო კორპორატიულ დონეზე არ უნდა მოусმინე შენ გულს და მამაცი იყავი, რომ გააკეთო ის რაღაცა და ეგ არის ლიდერობა რა. ინდივიდუალობა, ჩემს არასწორი სიტყვა დავარქვით, რაღაც ლიდერობა მაინც და მაინც რაღაც ის არის, თითქოს ფექ ლიდერი, რაღაც
ძაღლებს რო ყავთ რა, წინამძღოლი იმას რომ იყვებიან, თითქოს ეგეთი ის არის. და ამ დროს ანუ ნახე ჭეშმარიტი ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც ჯერა საკუთარი თავის და მერე არის რომ ანუ იზიარებენ თუ არა ამას. მე ის ნამდვილია და როცა ის ნამდვილია ეგეთი ჯერა საკუთარი თავის, მე მას გულახთილი უნდა იყო. იზიდავს ასევე ასეთ ადამიანებს ნამდვილი კონექცია. ნახე ის ვერძის ნიშანიც, ანუ არის ყველაზე გულჩვილი და გულახთილი რა. ანუ ბევრი მაგალითად ვერძებს ვერ უგებს მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გონიათ რომ უხეშია. ანუ იმის გამო რომ პირდაპირ გამოხატავს რას ფიქრობს, რას განიცდის. ანუ ეგ ხო ძალიან ველური ენერგია პირველი ნიშანია რა. ამიტომ მაგას ეძახიან ველურ ცეცხლს. ანუ სანამ ადამიანმა ყველას დამახასიათებელია. ხო, მეც ვფიქრობ, რომ ანუ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ანუ ნაკლებად ფოკუსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ანუ ვერძი ძალიან ემოციური ნიშანია და ანუ მოიცა ხო უცებ ვერძებზე რატო გადავედით? იმიტომ რომ ლიდერი და რუკაში, ანუ პირველი, ანუ ლიდერი და number 1 არის ვერძი. მაგრამ მან თანდათან ის სატურნის ეწევა. თუმცა სატურნი ნახე მათ შორის კარიერის პლანეტაც არის რა. ხო არის ანუ თქვა ოფიციალური ქორწინების სტატუსი და შემდეგ, მაგრამ ანუ კარიერის პლანეტაც არის. სატურნი მე-10 სახში მე ამას უყურებ ძალიან დადებითად რა. ოღონდ ანუ ერთი წინაპირობით, რომ ანუ აუცილებლად ყველაფერი რასაც გააკეთებ, თუ გინდა რომ მართა სატურნმა დაგაჯილდოვოს, უნდა იყოს დაცული პროცესი. ანუ პროცესი, წესები და ასე შემდეგ. რაც ანუ შენი ძლიერი მხარეა, იმიტომ რომ ანუ შენ სტელიუმი გაქვს მესამე სახში. მაგას რომ მომნები მეც ისე ვარ ხოლმე, ხო? ხო, ან არა, მართლა ეგრეა, იმიტომ რომ ანუ შენი ძლიერი მხარე არის ზოგადად ანუ პროცესები რა. ყველაფრის დაორგანიზება და აი სატურნი აფანატებს ორგანიზებულობაზე რა. ანუ თუ გინდა რომ ანუ რაღაცას მიაღწიო, სატურნით აუცილებლად ორგანიზებული ანუ ხასიათი უნდა კონდეს. აი, კაი რაღაცეები არის. ანუ მოკლედ ამ ახალმთვარეობაზე აი გამბები. ხო, ეხლა ნახე, ანუ მარტო მე-10 სახლი და სატურნის ტრანზიტი არ არის, ანუ შენ აქ გეტყვი, როდის მობოდიალდება ეს იუპიტერი შენს პირველ სახლში. იუპიტერი წარმატებოდა ამბები? ხო, აი შენთან იუპიტერი მაგალითად მოდის ზუსტად შენს დაბადების დღეს. almost ანუ 15 სექტემბერს ასთეზენზე. არა, მე-12 სახლში შენ იუპიტერმა რაღაც დიდად ჩემი დაბადების დღის პერიოდები ჩემთვის ბედნიერი საერთოდ არ არის ხოლმე. ყველაზე საშინელი რაღაცები მოხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ჩემ დაბადების დღეს. იცი რატო? იმიტომ რომ სტელიუმი გაქვს ქალწულში. ანუ ნახე რაღაც რთული მოვლენები თუ ხდება შენ ცხოვრებაში შენ დაბადების დღეზე, ეს ხდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი პერსონალური პლანეტა კონცენტრირებული გაქვს იმ სახში, სადაც გაქვს მზე. ანუ სტელიუმი თან კარგია, თან ფლად კარგი არ არის, იმიტომ რომ ნახე იმ მოვლენებსაც ავიწროვებს. ანუ თვითონ არეალს ავიწროვებს მოვლენებს, იმიტომ რომ როგორც კი ანუ თქვათ რაღაცა ტრანზიტია მე-9 სახლში, ყველაფერი გერთვება. ზუსტად. ხო, მე-3 სატურნის და იმის არის. ხო, მე-9 სახლშია ხა სატურნი და იმ მე-3 სახლს მიადგა და ყველა პლანეტა ცალ-ცალკე გამოიყენა. ანუ მერკური, ვენერა, მზე და ამ შემდეგ რა. და ეხლა ის მითხარი რა შენ კარმული პერიოდი მოყევი ის ნახე, იმიტომ რომ ანუ ეხლა კარმული კვანძები არის შენი მზის ნიშანში. ანუ რას ნიშნავს რას? დაღმავალი არის კიდევ კაი, ხო? იმიტომ რომ ანუ კარმული კვანძები არის ზოგადად ანუ 18 თვეში ერთხელ იცვლიან და უკუღმართად მოძრაობენ რუკაში, ანუ მაგალითად თუ ყველა პლანეტა მოძრაობს ესე, ხო? ანუ კვანძები მოძრაობს ეს საწინააღმდეგოდ ყველა პლანეტის. რო ჩვენი კარმა და ანუ შესაბამისად ანუ კარმა კარმა უნდა საყე გასაცმენდია, ამიტომ. ნუ ოკეი. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ნახე, ანუ ზოგადად აღმავალი კვანძი ქალწული თევზების ღერძზე ნიშნავს იმას, რომ ქალწულების და თევზების ცხოვრებაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, შემდეგი 9 თვე, ბოდიში 18 თვე, ეს ლილითი არის 9 თვე და ანუ ეგ არის პერიოდი, როდესაც ანუ რომ მორჩება ამ თავის ტრანზიტს, რომ გაიხედები გარშემო, იტყვი რომ აი ვაფშე ეს ჩემი ცხოვრებაა, იმიტომ რომ აი ეგრე რადიკალურად ცვლის, თუმცა ანუ რა თქმა უნდა ადამიანის ანუ ყველას გვაქვს ჩვენ ნატალურ რუკაში ანუ თევზიც და ქალწულის და იმ სახლის თემებში დანარჩენებს, იმ სახლის თემებში გვექნება ცვლილებები რა. ხა მე მაგალითად მე-5 სახლში მაქვს, ანუ შესაბამისად ანუ მე-5 სახლის თემები ჩაირთვება, ანუ ეგ არის პირადი ბიზნესი, ლაკი, სიყვარულის სახლია, ბავშვების სახლია და ამ შემდეგ რა. ანუ სხვა დანარჩენების ნაწილში მანდ უკვე უყურებ და ხა იმ სახლში თუ კიდე პლანეტა
ანუ იმასთან ერთად კიდე რაღაცას აკეთებს რა და ისე მუშაობს ეს ასტროლოგია. ვაუ. ავაშენოთ yoga and mindfulness და იქ იქნება იქ რო გავახელ თვალებს და იოგას გავაკეთებ მულამაზ ადგილზე მე რა ვიტყვი რომ ვაუ ჩემ ცხოვრება როგორ შეიძლება ძალიან საინტერესო და ლოსარო ირბენს იქ იმ გიჟივით ხო რომ ჩვენ ეს შევძელით რომ ვიტყვით ანუ მე ხო და მაგის ვიზუალიზაციას რო წარმოიდგენდა რამდენად რეალურია წარმოიდგენდა რამდენად მაგას მასწავლის კარგი რაღაცა ნახე აი ბიზნესმა დაივიწყა ზოგადად დავცხოვროთ მაგიტოა რომ კაფე იქ და მე კორპორატიული კულტურაც და ადამიანური რაღაცა დაივიწყა რა რომ სიკეთე უნდა შექმნას სიკეთე ანუ რაღაცა სიკეთეში რასაც ის უკეთებს ადამიანს რაღაცა კეთილ მისიას უნდა ემსახურებოდეს რაღაცა კარგი ხდება შეიძლება ეს იყოს რომ კარგად კაი მიკროფონია და კარგად შემიძლია ჩავწერო კარგი რაღაცა კარგია რაღაც სიკეთეები ძალიან სწორი აზრია ანუ თუნდაც ეს მიკროფონი რო აიღო ანუ მარტივი მაგალითისთვის ნიშნავს იმას რომ ანუ უკეთესი ხარისხით შევძლებ ვიმღერო და ასე შემდეგ ხო და არა მარტო გაყიდვის საგანი იყოს იმიტომ როგორც კი ბიზნესი ხდება მხოლოდ გაყიდვის საგანი ანუ მე თუ ვითვალე ეს რაოდენობები მაინც და ბედნიერების განცდას კარგავს თანამშრომელი აბსოლუტურად არ ხო საქმე ვერ ხვდება რა დიდი მისიის ნაწილია ხო რავი აი მე მაგალითად მგონია რომ ნებისმიერი ბიზნესი ბედნიერი უნდა იყოს როდესაც ანუ 10-ჯერ მეტი გაყიდა კი არა შეიძლება გაყიდა ის რაც უნდა გაეყიდა მაგრამ კარგი რევიუები ქონდა მოეწონათ ადამიანებს მეც და ანუ შეიძლება არ ვიცი მე რომ უნდა ფასი ასე შემდეგ დარეგულიროს იფიქროს მაგრამ როდესაც რევიუები არის კარგი ოსა მართლა გულახდეთ authentic მოწონება არის ეგ არის მნიშვნელოვანი და ხო რატო ლაპარაკობდი მაგას იმიტომ რომ აი სიკეთის შექმნა ეხლა მაგ yoga and mindfulness-ის იმით ძალიან ბევრი ადამიანს ჩემი აზრით ზუსტად ისეთ რაღაც თემებზე დაველაპარაკებდი ისეთი კაი რაღაცები იქნება რომ საშუალებას მიცემ საკუთარ თავში ჩაიხედონ იქ ასტროლოგიურად რაღაც შეხედონ და ძალიან აი მართლა სულიერად შვიდად იგრძნონ თავი და რაღაცებს სახელი გააყვა საინტერესო უცხო გამოცდილება აი როგორად ეგრეა იქ ხო რეალურად გამოდის რომ ნახე ანუ შენ პოულობ ჰარმონიას საკუთარ თავსა და ბუნებას შორის ან მათ შორის მაგრეთრითის კონცეფციის გათვალისწინებით და ადამიანებსაც უკეთებს სიკეთეს და ამით შენთანაც ბედნიერდები და აი კარმულათაც კარგ საქმეს აკეთებ რა. კი, ნამდვილად ან კეთილ საქმეს ემსახურება და ანუ მე ვფიქრობ რომ მაგით ბევრ ადამიანს მიეცემა იმის საშუალება რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია დაინახოს. ხო, ვინც არის ის იოგა. ხო, იმიტომ რომ ამ ძალიან აჩქარებულ დროშოს ანუ ტექნოლოგია გვმართავს უკვე ჩვენ, ანუ ჩვენი თავი და გვავიწყდა და აი მაგ ნაწილში ეგ გამოფხიზლების ნაწილიც არის, როდესაც ანუ შენ იჯერებ იმას რომ ამ კონკრეტულ ცხოვრებაში არა იმისთვის ხარ მოსული რომ ტექნოლოგიამ გმართოს, არამედ იმისთვის ხარ მოსული რომ ანუ რაღაცა შექმნა ღირებული. რასაც ჩვენ ყვები რა, აი ღირებულებაზე დაფუძნებული ბიზნესი უნდა იყოს და არა მომხმარებელი. არა ტექნიკა, ხო? ანუ ჩვენ ადამიანები ხო არ ვართ რობოტები, ანუ საბოლოო ჯამში განცდები გვაქვს, ემოციები გვაქვს და შემდეგ. ხო და აფირმაციებზე დავამატებ იმას გეუბნებოდი რომ ანუ ჩვენ მეც ხო სესიებს ვიღებ ანუ ჰიპნო კოუჩისგან მეც ყავს ჩემი ჰიპნო კოუჩი და ანუ ამ ჰიპნო კოუჩინგის დროს ესეთ რაღაც გავაკეთეთ რა, ანუ ზოგადად რას მოიაზრებს ეგ ჰიპნო კოუჩინგი, რომ იმყოფები ჰიპნოზის სტადიაზე, თუმცა ანუ ცნობიერი შენი მუშაობის ჩვეულებრივად ანუ გადაწყვეტილებას იღებ, ადგები, თუ გინდა წახვალ, რა ვიცი, თუ გინდა დაასრულებ სესიას რა, მაგრამ ანუ ეგ იმას ანიშნავს, რომ ჰიპნოზის ქვეშ არ ხარ, იმიტომ ნამდვილად ხარ და ამას მე ცოტა მოგვიანებით მოვყვები, აი როგორი გრძნობა, რომ გამოყავ ხარ, თქვა ჰიპნოთერაპის, ანუ ჯერ მინდა ეს აზრი დავასრულო და უბრალოდ გამახსენე. ანუ რა განცდა გაქვს ჰიპნოთერაპიის შემდეგ რა. ანუ როცა რჩება სესია და გამოყავ ხარ მაგ იმ მდგომარეობიდან. სტადიიდან უფრო სწორედ. ხო და ანუ აფირმაციაზე ვლაპარაკობ და აფირმაცია ძალიან საინტერესოა. ანუ როცა მიკეთებდა ჰიპნო კოუჩინგს ჩემი ჰიპნო კოუჩი, მან საუბრობდა რომ წარმოიდგინეო რომ გახარო ანუ იმ შენ mindfulness ცენტრში, ანუ ყველა შენი მეგობარია და ის საინტერესო ადამიანები ანუ ვინც გინდა იყოს და აი რას გრძნობა აქ მომეჩ და იმართლა რაღაც ძალიან საინტერესო გრძნობა იყო, ანუ თითქოს მომავალში აღმოჩნდი, სადაც ანუ ხედავდი იმ ყველაფერს და გრძნობდი, რაც უნდა მოხდეს რა. და ეგ იმდენად გამოტივირებს, იმიტომ რომ მათ შორის ეს ჰიპნო კოუჩინგი, ანუ motivational არის რა. ანუ შენ ქვეცნობიერთან მუშაობს და იმ ქვეცნობიერში мотиваციას გიდებს, რომ იმ შედეგამდე მიხვიდე. და ანუ თქვათ რაღაც დაბრკოლებებმა, ტრავმებმა და შიშებმა უკან არ წაგხიოს რა.
და ანუ ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება ვფიქრობ აი შენი პროგრამა რაც არის იოგანი შეიძლება ინტენშენის ჩადება თქვა იცი რომ ხო და ეგ მაგას ვიძახი მეც რა აი კომბინაციაში ვფიქრობ თვითონ ადამიანისთვის ვინც ანუ მოვა ამ mindfulness ცენტრში ხო ანუ იპოვი საკუთარ თავს for sure იმის გათვალისწინებით რომ გაანალიზებს პირველ რიგში სად არის, რა უნდა, ვინ არის, ანუ რა პოტენციალი აქვს დაბალანსებაში დაეხმარება ძალიან და პარასკევი შაბათი კვირა რაღაც ვიკენდზე ბრათ პროგრამა დარელაქსდე, გქონდეს რაღაც ბუნებასთან შეხება, შენ თავთან შეხება და საინტერესო ახლა რაღაცებს გააკეთებს ადამიანი და სხვანაირად შეხედავს ის ვიზუალიზაცია. შენ რაც მოყავი ახლა ექსპერიენსი, ეგ იოგანიდრით მართლა ეგრე შეიძლება იქ ისეთია რომ თან გძინავს თან რაღაც წამიხარ ძილსა და ხო, აი სანამ დაგეძინება ეგ მდგომარეობა არის ჰიპნო სტეიჯის რა. ანუ მედიტაციური სტეიჯი. ანუ მან ხო შეიძლება ადგედო, გამოფხიზლდე, ხო? აი ის მომენტი თუმცა ნახე იმაზე მეტი ანუ ძილში არ მიდიხარ. შენ შეიძლება გქონდეს და მანდეს გამა წახვიდე იდეაში meditative walking-ი, meditative, ანუ შეიძლება მედიტაციურად აკეთო მე. ხო, მე ნახე იმას ვამბობ, რომ ბევრ ადამიანს ხო ეშინია, რომ აი ჩემ ცნობიერზე ზემოქმედება ექნება, ანუ ცნობიერზე ზემოქმედება ვერ ექნება იმ ნაწილში, რომ ანუ მე ვერ მოვანდომებ შენ ცნობიერს ის რაც შენ არ გინდა. მე როგორც ჰიპნოთერაპისტი ანუ შენ რაღაცა კონკრეტულად რაც გინდა, როცა ვიწყებ ჩვენ ჰიპნო კოუჩინგ სესიას, ანუ მან მაგაზე ვყალიბდებით და მე შენ ქვეცნობიერშევდებ ამას, მაგრამ ეს შენი მისია რომ ეგ ცნობიერამდე მიიყვანო. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ თუ არ გინდა რომ ის შენი სრული ცნობიერი გახდეს, ანუ ამას ვერც ერთი ჰიპნო კოუჩი ვერ გაიძულებს და ვერ გაგაკეთებინებს. კი, мотивация შეიძლება მოვახდინოთ ამის შენში, მაგრამ ქმედება საბოლოო ჯამში ადამიანზეა. მაგას იცახის როგორც ასტროლოგია, ასევე ჰიპნო კოუჩინგი და ნებისმიერი სხვა ტექნიკა. ანუ არჩევანი არის მხოლოდ ჩვენზე რა. თუმცა ანუ ჩვენ mental health center-ს რო დაუბრუნეთ, აი მართლა ძალიან მაგარი გამოცდილება უნიკალური არის. ანუ განსაკუთრებით შენი იოგა პრაქტიკა და იოგა მედიცინი და ანუ ფსიქოლოგიური თემები და ზოგადად ანუ ის გამოცდილება რაც ჩვენ გაქვს ცხოვრებისეულად ანუ როგორც მე მაგადა ბოლო წელი ცხოვრება მართლა კი როგორც მენტორს როგორც მენეჯერს როგორც ანუ ადამიანს თანამშრომელს და შემდეგ ანუ მე ვფიქრობ ძალიან ღირებულია და იმ ყველა ადამიანს ანუ ვინც მოვა მინიმუმ გამოცდილების დონეზე ურთიერთობის დონეზე ძალიან ბევრს მისცემს. ეგ არის მინიმუმი, ხო ხდები, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, ანუ ის ყველაფერი რასაც აკეთებ და თან კიდევ ხო ვიძახი, თავი რა არის, რომ ადამიანები იქნებიან უკეთესად, ანუ აი ეგ არის, მართლა ჩემი თავი მიზანი მე მგონი ეგ არის, რომ შენ რა ძალიან უფრო ისე უყურებ ხოლმე, ხო დავждეთ დაგეგმოთ რაღაც გავაკეთოთ. მე ისე უყურებ რა. რა კარგი იქნება ეს რამდენ ადამიანს შეიძლება გავუკეთო რაღაც, ხო? და ანუ ამ ბოლო პერიოდში დავფიქრდი რომ ხო, და ძალიან ბევრი საინტერესო სტუმრებიც გვეყოლება, იმიტომ მე მაგალითად ახლა ჩემი ჰიპნოთერაპისტი მოვიწვია და ვუთხარი რომ მოვაწყობთ ამ ყველაფერს აუცილებლად ჩამოდი ჩვენთან ამერიკაში, ეგ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ანუ ჩამოდი, აუცილებლად ერთ საღამოს ანუ დაგითმობთ და მასტერ-კლასი ჩაატარე, იმიტომ რომ ბევრთვის საინტერესო გამოცდილება. აი ხო, ამ ახალთვარეზე ბოდიში რომ თან ან დროში რომ ძალიან არ გადავაჭარბოთ, ანუ ამ ახალთვარეზე რომ ესეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, ეს რამდენად კაი, მე მგონი კაი. ანუ ეგ არის კარგი, იმიტომ რომ ნახე შენთან თუ არის ანუ ვერძი მე-10 სახში, ჩვენთან მე-6 სახში, ანუ მათ შორის არის ჯანმრთელობა, საქმიანობა, ანუ რაღაც საქმიანი თემები უნდა წამოვიწყოთ და ანუ კარგია, ხო, ნუ სხვა ადამიანებიც შეიძლება გააჩნია რომელ სახში არის, თუმცა ანუ მე და შენ ახლა ანუ იუპიტერის ტრანზიტი გველის ანუ ძალიან წარმატებული პერიოდი გვეწყება და აქედან გამომდინარე, ანუ წინა პირობა უნდა შევქმნათ ამ წარმატებული პერიოდის, იმიტომ რომ აი როგორც სანამ რაღაც 100 სართულიან კორპუსს ააშენებენ და ხო რაღაც უცებ შენდება, ანუ თავიდან ხო დიდი ხანი უნდა სანამ საფუძველს ჩაუდებენ. აი ჩვენ ვართ მაგ სტადიაზე, როცა საფუძველს ვუდებთ. მაგრამ ერთადერთი მთვარე ვერში, როცა ცოტა იმპულსიურობას შევდა, შეიძლება რაღაცები უფრო მალე გავაკეთოთ. ეხა ამ პერიოდში ვიდრე ზოგადად ვაკეთებდით, იმიტომ რომ მაგას მოიაზრებს რა. ეხა ამ შენ პროგრამაზე თქვი რა ღირს? ჩემი პროგრამა ანუ ნახე გააჩნია არის ინდივიდუალური არის ჯგუფური
ხო და ანუ ონლაინ უკეთებ და ისე ხვდებით ონლაინ ვაკეთებ და შემიძლია ანუ პერსონალურადაც შევხვდე ადამიანს და პირადადაც გავაკეთო ანუ არიან ადამიანები ვისთვის უფრო საინტერესოა რომ პირადი შეხვედრით და რაღაც 1-2 საათი და 1 საათი ლაპარაკებით 1 საათი არის დაახლოებით მაგრამ რა თქმა უნდა პლუს მინუს 15 წუთი 30 წუთი ანუ ის ოკეი ანუ 8 სესია დაახლოებით გამოუვათ 8 სესია რატომ უნდათ ანუ იმიტომ რომ გამოდის რომ ორთვიანი პროგრამა არის კვირაში ერთი შეხვედრა. და რას უკეთებ ამ ორთვიან პროგრამაში? აქ კოუჩინგებ ამ ორთვიან პროგრამაში შედის ანუ ნატალური რუკის გარჩევა, მათ შორის ტრანზიტები, ანუ ფორკასტინგი შედის. ონს ტრანზიტები მხოლოდ იმიტომ რომ კვირაში ერთხელ ელაპარაკებით როგორ არის ანუ კარგი. კვირაში ერთი შეხვედრა, კი, კვირაში ერთი შეხვედრა. და ნელა უყვები ეხსნება რაღაცეები. თავში. ნახე თავიდან ანუ არის გაცნობითი ხასიათი შეხვედრა, როდესაც ანუ და რა ღირსეული პროგრამაა კიდევ ერთხელ $1000. ხო. ანუ 8 შეხვედრა გაყოფილი, ანუ შესაძლოა რომ გადაიხადო ერთი შეხვედრის შემდეგ ინდივიდუალურად, ან ერთიანად. ნუ ერთიანი გადახდა შემთხვევაში ფასდაკლებას რჩება განვიხილოთ. ხო, ისეთი. და პაკეტო უნდა კარგად, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვისაც უნდა რაღაცეების გაგება. ვისაც ინტერესი და მე შენ ადგილზე კიდე ოპციას მივცემდი, რომ უბრალოდ ან დაიწყონ რაღაც შეიძლება პირველი 2 თვე შეიძლება უფასოც კი იყოს, ან პირველი 2 თვე კი არა, პირველი 2 სესია ან რაღაც უფასოც კი იყოს, რაღაც დემო ისეთ საჩვენებელი და ეს ფასი გადაიხადონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მოიწონებათ და მერე გადააგრძელოთ ის თვლილი. კი, ეგეც ძალიან კარგი აზრია და შესაძლოა. ხო, იმიტომ რომ თავიდან ადამიანი გაეცნოს შეხვედრა რო იყოს. ხო, ის არის რა, რაღაც უნდა მიხვდეს ადამიანი შენთან უნდა რა პროდუქტს ყიდულობს. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, ხო, ახლა ვინც მე მიცნობს და ანუ ქონია ჩემთან ინდივიდუალური სესიები. ანუ რა თქმა უნდა, მაღაზია არ დაფიქრდება, თუმცა ანუ ვისაც არა გამოცდილება, საინტერესოა რომ ანუ trial version-ი. და ისე უბრალოდ ცალკე პროგრამა, ანუ $1000 არ ვაქვს ისე რომ შენთან ასტროლოგიურად ვინმე რამე გააკეთოს, ეგეთი რამე გააკეთოს. ინდივიდუალურად კი, რა თქმა უნდა, ანუ ნახე, ანუ ეს პროგრამა თვითონ ეხა რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის საავტორო პროგრამა, რომელიც მოიაზრებს ან კომბინირებული არის ასტროლოგიას ასწავლე და ფსიქოლოგიასაც. ასტროლოგიისა და ჰიპნოთერაპიის, ანუ აქ არა მხოლოდ შენ პოტენციალს ვსაუბრობ, არამედ შენი ტრავმების დამუშავებას ვახდენთ და ფაქტობრივად ფსიქოლოგიური თერაპია არის. ხო, ანუ სხვანაირი ხდები რა, ანუ შენ ცვლი შენ საკუთარ მეს და ანუ მაგიტომ ანუ ეგ ცოტა კომპლექსური პროგრამაა და თუ ისე ზოგადად გინდა რომ მოხვიდე ჩემთან, ანუ ასტროლოგიურ კონსულტაციაზე ან ერთ ჰიპნოთერაპიის სესიაზე, ანუ დაახლოებით 150-დან 200 ლარამდე მერყევს გააჩნია, ანუ რა როგორ გინდა რომ გაკეთო, მაგრამ ინდივიდუალურად ანუ შეგვიძლია რომ განვიხილოთ ეგ ყველაფერი. მოდი ახლა დავაპაუზოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია დავაჯესტებინოთ ხალხს და მე კიდევ პოდკასტ ჩავწეროთ.